Our nation was founded on a bedrock principle that we are all created equal. ჩვენი ერი ემყარება ფუნდამენტურ პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი თანაბარნი ვართ. ყოველი თაობის მიზანია იპოვოს საერთო ამ სიტყვების მნიშვნელობასა და რეალობას შორის. პროგრესი ყოველთვის მცირე მიღწევებით მოდის. ზოგჯერ იდგმება ორი ნაბიჯი, წინ და შემდეგ ერთი უკან. არიან თავდადებული მოქალაქეები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ზოგჯერ არის ასეთი დღეებიც, როდესაც ეს ნელი მტკიცე ძალისხმევა სამართლიანობით ჯილდოვდება. უზენაესმა სასამართლომ ქორწინების თანასწორობა კონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა ამერიკელს კანონი თანაბრად იცავს და რომ ყოველი ადამიანი თანაბარ პირობებში უნდა იყოს მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის და ვინ უყვარს. ეს გადაწყვეტილება იმ სისტემას დაასრულებს, რომელიც გვაქვს, იმ ასობით ათასობით LGBT წყვილის გაურკვევლობას იმის გამო, რომ მათ არ იციან, არიან თუ არა დაქორწინებულნი, ან იქნება თუ არა ეს ქორწინება ლეგიტიმური სახელმწიფოსთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდნენ, ან თუნდაც ეწვიონ მას. ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ჩვენს ყველა თემს იმით, რომ LGBT წყვილებს ექნებათ ღირსეული ქორწინების უფლება ამ დიდ მიწაზე. ჩემს მეორე ინაუგურაციაზე მე ვთქვი, რომ თუ ჩვენ ნამდვილად თანასწორებად დავიბადეთ, მაშინ ჩვენი სიყვარულიც აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს. სასიამოვნოა, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ეს პრინციპი დაადასტურა. ეს არის ჯიმ ოგერფელის და სხვა მოსარჩელეების გამარჯვება. ეს არის გეების და ლესბოსელთა იმ წყვილების გამარჯვება, რომლებიც დიდხანს იბრძოდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს არის გამარჯვება იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს ახლა ისევე თანაბრად აღიარებენ, როგორც სხვა ოჯახებს. ეს არის იმ მოკავშირეების, მეგობრების და მხარდამჭერების გამარჯვება, რომლებმაც წლები და ათწლეულები იმუშავეს ამ ცვლილებების მისაღებად და ეს არის გამარჯვება მთელი ამერიკისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რაც მილიონობით ამერიკელს სწავს, რომ როდესაც ყველა მათგანს თანაბრად მოეპყრობი, უფრო მეტად თავისუფლები ვიქნებით. ჩემმა ადმინისტრაციამ ამ იდეით ხელმძღვანელა. ჩვენ სწორედ ამიტომ შევაჩერეთ ქორწინების დაცვის აქტი და სწორედ ამიტომ ვართ მოხარულები იმით, რომ სასამართლომ ბოლოს და ბოლოს უგულებელყო ეს დისკრიმინაციული კანონი. ჩვენ სწორედ ამიტომ დავასრულეთ ეტაპი, არ შეეკითხო და არ ილაპარაკო. მე ვიცი, რომ ბევრ ჩვენს LGBT დასა და ძმას ეს ცვლილება დაგვიანებული ეჩვენება, მაგრამ სხვა ბევრ საკითხთან შედარებით ეს სწრაფად გადაწყვეტილი საკითხი იყო. მე ვიცი, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გაგრძელდება. ოპოზიცია გარკვეულწილად გულწრფელ და ღრმა შეხედულებებს ემყარება. თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ სიახლეს მიესალმება, კეთილგონიერი უნდა იყოს. აზრთა სხვადასხვაობა გააცნობიეროს და რელიგიის თავისუფლებას პატივისცეს. ჩვენ დიდი და მრავალფეროვანი ერი ვართ სხვადასხვა ბექგრაუნდით, წმენით, გამოცდილებითა და ისტორიებით, მაგრამ დაკავშირებული იმ იდეით, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, როგორ გამოიყურები ან ვინ და როგორ გიყვარს, რადგან ამერიკა არის ადგილი, სადაც შენი ბედისწერის შექმნა შეგიძლია. ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც სჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება. გასაუმჯობესებელი და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა დღეს ჩვენ ნათლად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ სამყარო ოდნავ უფრო სრულყოფილი გავხადეთ. ეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, თუმცა აქამდე უფრო მეტად იმ უთვალავმა მცირე ნაბიჯმა მიგვიყვანა, რომელსაც მილიონობით ადამიანი 10 წლეულების განმავლობაში დგამდა. აცხადებდა თავის ორიენტაციას, ესაუბრებოდა მშობლებს, რომელთაც უყვარდათ თავიანთი შვილები მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ადამიანების, რომლებიც მიუხედავად ჩაგვრისა და დაცინვისა დარჩნენ ძლიერებად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგეს და ეტაპობრივად შეძლეს მთელ ქვეყანას გაეცნობიერებინა, რომ სიყვარული არის სიყვარული. ეს უთვალავი უცნობი გმირი ჩვენს მადლობას იმსახურებს. ისინი ძალიან ამაყნი უნდა იყვნენ. ამერიკა ძალიან ამაყი უნდა იყოს. Often anonymous heroes. They deserve our thanks. They should be very proud. America should be very proud.